სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის სამომავლო გეგმები და მიზნები. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ფონდის საქმიანობის შესახებ სამინისტროში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. Როგორც ალექსანდრე მარგიშვილმა აღნიშნა, ფონდის შექმნის იდეა 2012 წლის დეკემბრის თვეში გაჩნდა. 2013 წლიდან კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, ფონდი ეკონომიკურ კულტურული თვალსაზრისით მომგებიანი იქნება და პროექტებს კერძო სექტორთან ერთად დააფინანსებს. საინვესტიციო პროექტები ნიჭიერი მოზარდების ხელშეწყობას, ქართული ანიმაციის განვითარებას, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადანას, საკრავებისა და ასევე ხალხური რეწვის ნიმუშების პოპულარიზაციას მოემსახურება. პროექტების მიღება სავარაუდოდ ოქტომბრის თვიდან დაიწყება. მანამდე კი მინისტრის მოადგილეს განცხადებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაფინანსებულ პროექტებს კოორდინირებას გაუწევს. დარგების სფეროები, მიმართულებები კულტურაში შეზღუდული არ არის. ნებისმიერი დარგიდან, ნებისმიერი მიმართულებიდან, ნებისმიერ სურვილს, ორგანიზაციას თუ ადამიანს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს განაცხადი. იმის გარდა, რომ ჩვენ განვიხილავთ საკითხს ხელშეწყობის შესახებ, ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ განცხადებლებს დავეხმაროთ თანადამფინანსებლების მოძიებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო სწორი იქნება, რომ საინვესტიციო ფონდმა 100%-ით არ დააფინანსოს ხოლმე პროექტები, ანუ მთლიანად საინვესტიციო ბიუჯეტი არ ავიღოთ ჩვენ თავზე, არამედ გავინაწილოთ სხვა ინვესტორებთან, სხვა დაფინანსებლებთან ეს კურთი.